საინტერესო თემა რა. რაც უნდა იცოდეთ და გამოგადგებათ რა ცხოვრებაში. რა არის რა თემა? ეს არის თემა, რომელიც ეხება ინტერნეტ შემეტენეობას რა. რაც ნიშნავს ეს ინტერნეტ შემეტენეობას? აი მაგალითს მოვიყვან რა, ვიღაცა პიროვნება არის კარგი, ვთქვათ, წავიდნენ ვთქვათ კანადა, ამერიკა, ავსტრალიაში და რაღაც 2 კაპიკი იშოვეს და თქვენ ეს ხალხი არ გირეკავთ, არ კითხულობთ, არ ინტერესდებიან, არ ურთიერთობენ, როცა ჩამოდიან თქვენთან არ მოდიან. არც თქვენ მიდიხარ იმათთან. აი რა ზიხართ ამ Facebook-ზე, Instagram-ზე, იმაზე და აი ულაიქებ და უწერთ გულებს და ვაიმე რა ლამაზი ხარ, ვაიმე რა კარგი ხარ, ვაიმე როგორ მომენატრეთ, აი რა ვიცი, ამდენი აფერისტობა, ამდენი ესა, რაში გჭირდებათ პროსტო. იცოდეთ ის, რომ თქვენ ამ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს და მე კიდე მეორე თავმოყარეობა გქონდეთ რა, რაღაც შინაგანი, აი რაში გინდათ, აი ვიღაცას ფული აქვს, მაღუთი აქვს, საზღვარგარეთ და ზიხარ და თქვენ გონიათ, რომ ანიქ როდისღაც იმ ავსტრალიაში მოხდებით და ის თქვენ ჩახვალ და ის რახან თქვენ იმას ულაიქებდით და წერდით სურათებზე, რომ ლამაზი ხარ, კარგი ხარ და ის თქვენ დახვდება და გადახვდება ფეხებზე არ კიდიხართ, აი რეალურად რა. პირიქით შეეშვით რა და აი მაგ დროს დაკარქვა ესეთ რაღაც შემეტენეობაში ჯობია თქვენ დრო დაკარგოთ იმაში, რომ თქვენს თვითონ რაღაცა ისეთი გააკეთოთ, შექმნათ, გააკეთოთ, რომ რაღაცა ფული წამოვიდეს და თქვენ თვითონაც იყოთ აი მაგარ დონეზე რა, საკაიფოდ და რაც იმათ აქვს, თქვენც იგივე გქონდეთ. არა მიაჩერდეთ იმათ, რომ ეგ ერთი, მეორე კიდე თქვენ კიდე სიმართლე არ იცით რა, ის რომ ეხა ის რაღაც მაგარ სურათებს დევს და ესე ვარ მაგრად ვარ, შეიძლება სულაც არა მაგრა და ის იტყუება, ის პროსტო იძახეს, რომ მაგრათაა და ის ეხა კალონკაზე ბენზინ გასამართ სადგურზე თუ სურათს გადაიღებს და იტყვის ჩემია, შეიძლება სულათაც მუშაობს იქ და ან ჩამსხმელი ახლა კი ვაძაგებ უბრალოდ არ არის იმ დონეზე, როგორც ის აღწერს ხოლმე, ამის თქმა მინდა რა. ეხა უცხოეთში ესე ფული არ ყრია, იქაც ხალხი ძალიან წვალობს და ზოგი ძალიან ფიზიკურად შრომობს რომ რაღაცა და ეხლა იმან თუ გადაიღო ახლა პროსპექტზე რაღაცა 1-2 სურათი, სულაც არ ნიშნავს რომ ეს პროსპექტი მისია, ან მისი იქნება. ეს და იმახსოვროთ რა და შეეშვით რა ამ შემეტენეობას რა და პლუს კიდე იცით როგორი თემაა, ვიღაცა 2 გოგო რო ავიღოთ, ერთი თქვათ რაიონიდან ლამაზი საოცარი გოგო და მეორე ვიღაცა მთლად ისეთი დონეზე არა, ოღონ დიდარი და მაინც და მაინც ამ დიდარს წერს, რომელიც თლად ლამაზი არა, რომ რა ლამაზი ხარ და რა საოცრება ხარ და იმას ვისაც ფული არ აქვს, იმათ თქვენ არ წერთ ამას, ანუ თქვენ თავსაც ატყუებთ და იმასაც ატყუებთ და აიმედებთ და რაღაც შეეშვით რა ამდენ აფერისტობას.